ადექი დუგანცი ხარ და დავიდევი ხელი. ჩამოაბა. ჩამო ერთი აბა. ბძინავს აქ ხალხს. ტყეში ხარ. რა გინდა ამ მამაჩემთან? შუშის მაგიდა ხო იყიდა? ჯერ ერთი ეგ მაგიდა კი არა ჟირაფია და მე მეორე შენი ბულით იყიდა. და სკოლაში არ მიდიხარ? თუ მაგ ხელა თავი იმისთვის გაქ რომ სუცარიელი იყოს. სკოლაში. არა, მინდოდა წასვლა, უბრალოდ დრო არ მქონდა, აი, ძალიან დაკავებული ვიყავი სამყაროს და მასთან ერთად ჩენი გადარჩენით. შეწარაგუა კაცო. მარა არა, დილით უნდა გაგაღვიძონ, კრედიტი არ მოგცენ საგმირო საქმეებზე, ძილში გაგინონ. მე მჯერა. ხო, შენ და ის რიჟა რომ დამადექით ადრე და მომავლიდან ვარ ბაბუო რომ ეძახდი გონია დამავიწყდა? ბაბუ? ვიცი, რომ წარსულში შენს წაიწუწე და მეც ამის გამო ვარ ცოცხალი. რაც იმას ნიშნავს რომ ვიღაცა მაგრად გიბოზა. ზუსტად ეგრე იყო. პოლიკარპე, არავის მისცე უფლება გადაგიარონ. მამა შენის ბანძი გვარი კი გაქვს, მაგრამ ვენებში ჩემი და ჩემი წინაპრების გუბთა ტოლმაცეების სისხლი გიჩქებს. თავი არავის დააჩაგვრინო ბიჭო. ვა, რევას, რავი, საღოლ, ერთადერთი ხარ ვისაც ჩემი სჯერა. მე ბიჭო, შენ ძრეული კაცი ვარ, დებილი კი არა. მაინც მკვდარი უფრო მომწონდი. დევი ბიჭო ადე. ეო, ამან არ დამინახოს თორე. ტელეფონსაც რო არ პასუხობს, ეთყობას ძინავს. დევიდკო! არ ესმის კაცო, რა მოვიფიქრო? ბატონმა ემაილმა იქნებ დევი ქვემოთ ჩამოვიდესო. ისი აქ ბალახი არის? რა ხდება კაცო, რამ გადაგრია? 1, 2 და 3 ტუზი დაგვეცა პირდაპირ, მაგარ ბიზნესში უნდათ ჩვენი ჩართვა. რა ბიზნესი კაცო, ფულის მეტი რა გვაქვს? ეგ ფული ჩვენ შვილებს აქვს, ჩვენ კი არა. დღეს პაჭო მითხრა, მახვარ გინდა 100 ლარი მოგცეო. მეთქი არა. და აბა 500-ო, ეგ მამაძაღნიეკ. ჩვენ რაღაცა თუ არ ვქერით, ოჯახის უფროსის სტატუსად წაგვართმევენ მალე. ბრძენსაც დავურეკე უკვე და მივხედოთ საქმეს სამო. კაი, ხო. დაიცავალ, ტკბილებს გამოვიხეხავ და ჩამოვალ. ბიჭო რა მოგივე და გვეჩქარება მეთქი, წამოდი და მანქანაში გამოიხეხე ეკბილები. მანქანაში რანაირად? რა ვიცი კაცო, ქალები თუ ახერხებენ მანქანაში მაკიაჟის გაკეთება, შენ კბილები ვერ უნდა გამოიხეხო? კაი, ხო. დამაწინეთ ბიჭო, დილის 6 საათია. უკაცრავად, ჩემი დაკვირვებით მივხვდი, ადამიანებს კითხვებს რომ გიწელავენ არ მოგწონთ. ამიტომ პირდაპირ და გადაჭრით გკითხავთ. აქ ბალახი არის თუ არა? სახში ძრო ხარ ატოა. ხო და რავი ბიჭებო, ყველანი მადლობელები ვართ რა. გესვათ გეჭამოთ, ერთმანეთი არ დაგეჭამოთ. გაიხარე. კარგი, უკვე ძალიან გაიწელა. კვირის ბოლოს ანტონ კუძუწელიას შოუში ვართ, მიწვეულები ხო გახსოვთ ისე? კი. მოდი გადაცემაში პოლიკაც წავიყვანოთ რა და ვუთხრათ ყველა სიმართლე. რამდენი ხანი უნდა გავწელოთ თან? აზრი არ აქვს, მეგონა ცოტა ჭყუას ისწავლის, ხვებს უფრო დააფასებს ხო, მაგრამ პოლიკა რა. ეგ ბოდიშის მომხდელი მაინც არა. გეუბნებოდი მე ძმაო რა ბოდიში საერთოდ მაგრად მიკვის აქამდე რო ყველაფერი ჰაერში არაწია. სადაა ისე ამდენი ხანი? აგვიანებს. აბა ბავშვებო, დაიკავეთ თქვენი ადგილები და შევუდგეთ სწავლას. ამოიღეთ რვეულები და წყნაური იყოს. ალბათ ყველას გაინტერესებთ რა ხდება ჩემსა და შამანის ცოლს შორის. მერთა, ეს ვინ თქვა? მე. მაშინ პირდაპირ გაკვეთილზე გადავიდეთ. ბატონმა გიუშამ, რომელიც შამანის ცოლის ახლო მეგობარია და მეტი არაფერი, შექმნა ეს დანადგარი. გადააწოდეთ? წყნაური იყოს. ხო და ახლა ჩვენ ვნახავთ თუ როგორ მუშაობს ის და განვიხილავთ თუ რა კავშირი აქვს ამ ადამიანს შამანის ცოლთან. აი აქ არის. ქალბატონებო და ბატონებო, მე პოლიკა ვარ, ჯანტლეგიაშვილი. ევრისთვის უცნობი ფაქტია, რომ მე სამყარო გადავარჩინე და ერთმა პარტახმა ადამიანმა კრედიტი წამართვა. ამიტომ პაჭო კაკაჩია, იწვევს საბრძოლველად MMA-ში. გალიაში შემოდი შეპარტახო და მე მე ვიცი. რა? პოლიკა არ გინდა ისე და მოკედე პირი და დათანხმდი ბრძოლას.
არ მინდა ამ სისულელის გამო გეჩხუბო პოლიკ. ისედაც ვაპირებდი რომ ვა, თავს არიდებს თო, ეშინია. ბიჭო, ისეთი თემა ყველა შენ გიყურებს. კარგი, თანახმავარ. ზოლაში გავარკვიოთ ყველაფერი. ჯერ კაცი უნდა იყო. ეგ შენ თავს უთხარი. ფრეშტოლში იმენა 0 ხარ. ნიუტონ, სად მივდივართ აბა? ჩააჭირე გას და სვანეთისკენ წადი ძმა. სვანეთისკენ? რა ხდება სვანეთში? რა ხდება ძმაო და იქ ერთი ცხოველი ყავთ. გუბაზი. ანუ კაცია რომელიც ცხოველივეთაა თუ? არა, უბრალოდ მისტიური ცხოველია. და რატომღაც გუბაზი დაარქვეს. კი, მსმენია მაგ ცხოველზე. თქვი მე და ჩუმად გავაკუე. სუნს თუ ირიცხნობენ ლურჯ მაიკიანს დავაბრალებ. და ეს გუბაზი რაში გჭირდება ზუსტად? ჭორები დადის რომ გუბაზმა სამყაროს ყველა საიდუმლო იცის. მილიონებს გადაიხდიან მაგაში. უბრალოდ მისი სვანეთიდან წამოყვანა ჯერ ვერავინ შეძლო. კი, სვანები აუღებელი ხალხია. ძალით ვერაფერს წაართმევ. აუ ისე სვანებზე მაგარი ანეკდოტე, სიმონ, მოკლედ სვანი ჩადის კახეთში რა და იქ შაირია სწავლეს. მოკლედ კახელი ეუბნება, აქეთ პიცარი, იქით პიცარი, ისე მოკანი ვეღარ მიცანიო. და სვანს მაგრად გაეცინება სიმონ, ეს რა მაგარი რაღაცა მასწავლეო. ხო და წავა სვანეთში, ეგრევე ერთი სული აქვს ახლა, ეს შაირი ვინმე იქაურს მოუხვეს. მიადგება მაიზერას კოშკს და ეძახის, მაიზერ გამოიხედეო. და გამოიხედა მაიზერმა, მაგრამ ამას საერთოდ დაავიწყდა ის შაირი როგორ იყო, ვერაფრით ვეღარ იხსენებს რა უნდა თქვას ხო და უცებ დაფიქრდა და ეუბნება, მაიზერ პიცარი ხო იციო? იმან კიო, ხო და შენი დედა შეციო. ისე ჩვენში დარჩეს და იქიდან თუ გინდა ცოცხლებმა გამოვაღწიოთ, რაც არ უნდა მოხდეს, სვანებზე ანეკდოტი არ თქვათ. არა, კაცო, გიჟი კი არ ვარ, დაგხოცავენ ზუ ყველას. რა მაგარი დარბაზია. კი, მაგრამ რამდენი ფული გაქვთ? არა, მართლა მაინტერესებს რამდენი გაქვთ. მოვედით, რაზე დაგვირეკე? ვარჯიშობ უკვე? გაიოს რო დაურეკე კიდე ხო, მაგრამ მე რა ჯანდაბაში გჭირდები. ეს დარბაზი ვიქირავე რა. მოკლედ გაიოს და მაუგლი, გიწვევთ ჩემს საბრძოლო კუთხეში და ჩემი სპარინგ პარტნიორები რომ იყოთ კიდე. აი, მაგრამ ბიჭო არ ჯობია მოიხადო ბოდიში შენ სიბოროტეებზე და დაიკიდო ეს ბრძოლა? ბაჭო, ხო თქვა, ეგრევე ყველას გავაგებინებ ყველაფერს, ოღონდ მაგან თავისი შეცდომები აღიაროსო. აი, გაიოს დამშვიდი. რა სიბოროტე ძმაო, რა შეცდომები? როდის დამიშავებია რამე? ყველად კი არა ძმა, ყველას რო ჭერა, რასაც ბაჭო ამბობს. ზოგადად მთავარი მიზეზი, რის გამოც თქვენთან მეგობრობას ხალხი თავს არიდებს, შენ ხარ. რა სისულელია? როდის რა გამიკეთებია, ცუდი? რელიგია რო შექმენი, ხალხს ფული დაახიე და დაითესე? ბატონო შანგის რომ მკვდრის ხეული ესროლე. თელ ქალაქში რომ მეგრელები დააჭერინე? დაჟე მეც კი გამიგია რომ ტიპს დიშლაში ესროლე. მე რო ნეხვი მათხრევინე? თელ კლას რომ უთხარი ჩემზე მამამისის სინამდვილეში ტარზანიაო და ხალხს რო გზავნიდი ჩემ სახლში მაიმუნების ენის სასწავლად ეგ გახსოვს? ხო, კაით, ხო. სამაგიეროდ სამყარო გადავარჩინე. მარტოს არ გადაგირჩენია პოლიკ. და საერთოდ, რა გეგმები გაქვს? ხო იცი ბაჭო, კარატეზე რო დადიოდა. ჭხუბი იცის. კი, მაგრამ მე ჩინეთთან მაქვს კავშირები ძმა. გაიცანით ვონგლოკატი. ჩინეთიდანაა. ის აქ იმისთვისაა რომ ილეთი მასწავლოს, რომელიც პაჭოს სახეს გააძრობს. ვონგლოკატი? ეგ ის არა, მეგრელ დეტექტორი რომ მოკიდა? შოთა, ციცუმე, მე აქ მოსწიდი კი ავარ. ილეთს რომელიც უნდა გასწავლო, დრაკონის წვა ქვია. დრაკონის წვა, მაგარია. მიდი გაიოს დაუდექი წინა გვაჩვენოს ილეთი, მერე ბრინჯი იქნება, ხო? კი, იქნება ბრინჯი, ნუ ღამე კითხები. გვაჩვენე ახლა ეგ დრაკონის წვა. თავარია ტრაექტორია სწორად გათვალო. ამისათვის ფეხების ასეთი მოძრაობა დაგჭირდება. საბოლოო ილეთი როგორია ეგ გვანახე. ვოვა, ტრაექტორიის სწორად გათვლას ისწავლი, მერე უკვე შეგეძლება დრაკონის წვა გამოიყენო. ჰაი! ეს აჟენი საიდუმლო ილეთი დაგენძრა პოლიკ. ერთი, ორი და სამი მოვედით მგონი. ყოველ შემთხვევაში გგლ მაპმა როგორც გვიჩვენა ეგ არის. მოკლედ სანამ გადავალთ, ეს გუბაზი უნდა მოვიპაროთ. უნდა მოვიპაროთ? როდარი ბიზნესია ეგ? შენ ბიჭო შეყენებ რასაც ვამბობ? აქაური წესია ეგეთი. გუბას თუ სვანეთიდან გაიყვან შენი გახდება. ვინ მოიფიქრა ეგ წესი?
მე რა ვიცი ვინ მოიფიქრა. ეგრეა და ჰა. სვანეთიდან თუ ვინმე შეძლო გუბაზი გაიყვანოს, ესე იგი ღმერთის ნება ყოფილაო. და ვინ არის ეს გუბაზი გეხვეწები? რა გაყვირებს ბიჭო? სირენა ხო არ ჩართოთ კიდე? მე და ნიუტონმა აქაურებს დაურეკეთ. მოვალთ, თქვენთან დავისვენებთ ფულს და ვხარჯავთ ვიქეიფებთ თქო. სასტუმროსავით აქვს და გველოდებიან მოკლედ. ბიჭო და ეს მოპარვა ცოტა რავი რა. განაახლა მამა აბრამის ბატკანი ვარ მე. ისეთები მიქნია მტრისას. მარა სვანებისგან მოპარვა. ყოველჯერ ვამბობ, გუბაზის მოპარვაზე მწვანეა. ლეგენდის ნაწილია თქო. უბრალოდ ყველანაირად შეგიშლიან ხელს რა ვერ გაიგეთ. მოკლედ ჯობია დავიყოთ. ემალ და ნიუტონ, თქვენ სუფრაზე შედით. ყურადღება ქეიფზე გადაიტანეთ. ჩვენ გუბას გამოვიყვანთ, როგორც კი მოგწერთ გამოდით და დავკასოთ. აი ნიუტონ, წავიდეთ. მოგესალმებით, მე ჯანგალ ვაითი ვარ. კეთილი იყოს თქვენი კონფერენციაზე მობრძანება, სადაც მთავარი ივენტზე პოლიკარპე ჯამტლეკიაშვილი და პაჭო კაკაჩია დაუპირისპირდებიან. უსმენთ თქვენს კითხვებს, აი თქვენ გისმენთ. Здравствуйте, я Елена Головец-Туманская. У меня такой вопрос к Пачо. А вы, грузине, вообще что знаете о борьбе? ვინ მოიყვანა ეს აქ? ვინ ხარ გოგო შენ? შემდეგი კითხვა. ამ გამარჯობა, მე წებო ცემენტი ვარ, წარმოადგენ ჟურნალს ბრძოლა მამლის ყივილამდე. როგორც ჩვენ ნახეთ, როდესაც პოლიკარპემ ბრძოლაში გამოგიწვიათ, თქვა რომ სამყარო მანაც გადაარჩინა და თქვენ კრედიტი წაართვით. კარგი, მეც მინდოდა ამაზე საუბარი. პოლიკას გასაგონად მინდა ვთქვა, ეს ბიჭებმაც იციან, რომ კვირას ანტონ კუტუწელიას გადაცემაში პოლიკას წაყვანას ვაპირებდით და იმის თქმას, რომ სამყარო მანაც ნამდვილად გადაარჩინა. აჰა, აღიარა. და რატომ წაართვით კრედიტი? პოლიკა ამაზრზენი ადამიანია. რაც თავი მახსოვს ყველა სამწარებს, ოჯახს, მეგობრებს, ნაცნობებს თუ უცნობებს, უბრალოდ მინდოდა დამესაჯა. უთხარი შენს მსგავსოს აქციელებზე ბოდიში მოიხადე და ახლავე გავაგებინებ ყველას ყველაფერს თქო. იქნებ გამოსწორდეს თქო ვიფიქრე, მაგრამ არა. დანაშაულის და შეცდომის აღიარებას ჩემი ბრძოლაში გამოწვევა ამჯობინა. ერთხელ ტიპი ჩემს სახლში შემოიპარა ჩუმად, თმა გადამპარსა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ტელეფონით სუპერბოროტ მოქმედთა უნდა დაერეკა. გითხარი თავის გადაპარსვის გამო პასუხს გაგცემ თქო, ხო და ეგ დროც მოვიდა პოლი. აი დებილია ეს ბიჭი. ბაჭო, იმენა ელემენტარული არის ადამიანის ბუნებაზე რა. მერცო ჩემო პოლი გეფიცები. არა, ჩემი გამოსწორება უნდოდა ტიპს, თურმე ვითომ შეღუნდული ბამპერი ვიყო. შენ გონია რომ ადამიანები ბუნებრივად კარგები არიან, ხო? აი მარტო რო დატოვო ხალხი სწორად მოიქცევიან? კი, რა შუაშია, მაგრამ ეგრე მჯერა. ხალხს თუ სწორ მიმართულებას მისცემ, ისინი კონფლიქტს აუცილებლად კოოპერაციას ამჯობინებენ. ძალიან ცდები. ადამიანები გულისამრევი, ეგოისტი არსებები არიან და ეს ბრძოლაც ამას ამტკიცებს. რანაირად ამტკიცებს ეს ბრძოლა მაგას? მიმოიხედე, ნახე რამდენი ხალხია. ყველამ ფული იმის გამო გადაიხადა, რომ ნახონ კბილებს როგორ ჩამოგიღებ. ყველას უნდა სეირს უყურო. იმიტომ რომ ბრძოლა სპორტია, იდიოტო. ეს იმას არნიშნავს, რომ ადამიანი ბუნებით ცუდია. This is another bullshit from Pacho. თუ ეგრეა, მაშინ ყველა ცივილიზაცია ომზე აშენებული რატოა გენიოსო? იმიტომ რომ ცივილიზაცია ადრე სხვანაირი იყო. ხალხი ვითარდება და იზრდება. მართლა? და ახლა ძალიან განვითარდით, ხო? მითხარი პარტახო, შაპარასკევს ყოფილ ხარ მოლში? ინახავს ეს გავითარებული ადამიანები რას უშვებიან ერთმანეთს. მითხარი რატომ ნახე როგორ დაჭრა ბებიამ მაღაზიის დაცვა კოპლებიანი პროსტინის გამო, რომელიც ადრე 100 ლარი ღირდა. შაპარასკევს 200 ლარი დააწერეს და ზემოთ 300 ლარი გადახაზეს, ვითომ გაიაბდა. აი რაზე უნდა გელაპარაკო საერთოდ? კი, ადამიანებს ინსტინქტიც აქვს და ზოგი მაგით მოქმედებს. მერე გაგიხევ თავს, ბიჭო, დაფორთხიალებს სველი ტილოსავი. გაგალეწავს სახიზვლებს, დიდი ხანია ამ შესაძლებლობას ველოდები. ასობით ადამიანის სახელით გაგცემ პასუხს, რომლებსაც ცხოვრება გაუმწარე. I will make you humble. I will make you humble. რა შვები პოლიკა? არ ვარჯიშობ? ელოდებით მე და მაუგლი. ხო, ვივარჯიშე უკვე მეყოფა. სელუჯის ამბები მქონდა კიდე დასალაგებელი, ეს ახალ-ახალი აუქციონები იწყებასო. რა ვიცი, შენ ადგილას ჩავიდოდი დარბაზში და ვივარჯიშებდი. პაჭოს ვიდეო ნახე? არა? რა ვიდეო? დაიცა გამოგიგზავნი და კომში ჩართე. კაი, დაიცა. იღებ ჭახან? კი, მედი. ვაიმე, დამერხა. რა ვქნა ახლა? საიდან ისწავლა ასე კარგად ჩხუბია პარტახმა? წამოვივარჯიშოთ. ვახ, რა ვქნა? ვიცი. ბაჭოს ფეხები უნდა მოვტეხოთ. რა? ხო არ გაგიჟდი? ან რანაირად უნდა მოტეხო, ან როგორ შეიძლება? აუ ნუყუნებ რა გაიოს. ჩემთან ვალში ხარ ისე და სამყაროს გადარჩენაზე რო კრედიტი არ მომეცი.
ესე იგი როგორ ვიპოვო ახლა ეგ საქმის შემსრულებელი რამე ისე უნდა დავსერჩო რა შეფარულად. ვიცი, შავი საქმე. აი, ჭუჭყიანი საქმე. ეგ არის ვიპოვეთ. ჭუჭყიანი საქმე რა არის? ბიჭო, აბა ინტერნეტში იმას ხوار დაწერს ახლა ხალხს ხოცავდა, ფეხებს ვამტრევო. დაფარული სახელი აქვს, რა ვერ მიხდი. 28. კაი მიწეროთ. გამარჯობა, მე პოლიკა ვარ. ჯამტლეკიაშვილი. არა, ჩემს ნამდვილ სახელს ხوار გამოვიყენებ. მე გაიოს ღობეგლეჯიაშვილი ვარ. გაიოს დამშვიდი. შენს გარდა იცი რამდენი გაიოს ღობეგლეჯიაშვილია საქართველოში? მინდა თქვენი სერვისით ვისარგებლო და გაგზავნოთ დიმიტრი ჟაყვრაშვილის ნომერ 11-ში, სავარჯიშო დარბაზში. იქ მოვარჯიშე პაჭო კაკაჩიას, სიარულზე პრობლემა აქვს და თქვენნაირი პროფესიონალის დახმარებას საჭიროებს. ალბათ იცით რასაც გულისხმობ. ეგ არის. ხვალ ბრძოლაზე ვერ მოვა ბიჭი. ფეხებ დამტვრეულს ძალიან გაუჭირდება. ოპო, კიდევ ერთხელ, ჩვენ სტუმრებს გაუმარჯოს. ემაილ, გენაცვალეთ. აგერ 2 საათია ვქეიფობთ უკვე. სვანურ რახს ვსვამთ. როგორ მოგწონს? ვინ ბიჭა, ვინ მე ვინ უნდა დამეტაკოს ბიჭა? ხაძმა, ეგ არის ზუსტად მეც მაგას ვიძახი. მოხვედი ქარიმან, სად იყავი ამდენ ხანს? დამკრძალა ბიუროში ვიყავი. დავლეწეს უყელა. რა გინდოდა მანდ, მოკვდი? არა. აბა მე მოკვდი? ბაბუა ჩემი ხო დაიღუპა 3 თვის წინ. საფლავის ქვა არ მაქვს ჯერ დადგმული. ხო და მივედი, ფოტო მიუტანე. მეთქი საფლავის ქვა მინდა თქო. მერე რატო დალეწე? ბაბუა ჩემს ქუდით სიარული უყვარდა სულ და არც ერთ ფოტოში უქუდოთ არ არის. მიუტანე ამათ ფოტო და ვეკითხები. მეთქი პროგრამაში ხო შეგიძლია ქუდი მოხადო თქო. კი, შემიძლიაო, მაგრამ თმას რომელ მხარეს ივარცხნიდაო, რომ ისე გაუკეთო მეეცო მკითხა. მეთქი პროგრამაში რომ მოხდი მაგუცი კარ გამოჩნდება? დავუქანებლეწე. მეტის ღირსები ყოფილან. მოკლედ ბიჭო, მაგამბავზე ხა მაგარი ანეკდოტი სიმონ. სვანები იპოვიან 2 ცხენს რა. ხო და რა კაიაო გაუხარდებათ, მაგრამ ახლა როგორ გავარჩიოთო ერთმანეთისგანო და მოდი ყურები დავაჭრათო. დააჭრიან და მაინც ვერ იგებენ კაცო, 2 ცხენს ყური აკლია როგორ მიხვდებიან ახლა. მოდი მაშინ ყუდი დავაჭრათო. მოაჭრიან და მაინც ვერ იგებენ ბიჭო, 2 ცხენს ყუდი აკლია. ხო და აი მაშინ თეთრი შენი იყო, შავი ჩემიო. შედით ბიჭო. მოხდება, ვინ არიან ესენი? უბაზის მოპარვა უნდათ. ერთად არიან უეჭველი. ესე იგი, თეთრი შენი იყოს, შავი ჩემიო, ხო? ჩაყარეთ დილექში სუყელა, ხვალ ამათგან გამოვხდი არახს. ვინ უნდა ჩაყაროთ ბიჭო, ნაციხარი ბიჭი ვარ, ემაილი ვარ, კაკაჭ. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ თვალს ვადევნებთ დღის მთავარ ივენტს, პოლიკარპე ჯამტლეკიაშვილი პაჭო კაკაჩიას წინააღმდეგ. წამიწამზე ველოდებით მებრძოლების გამოჩენას. სხვადასხვა ბრძოლას ესწრებიან სოფლიოში გამოჩენილი ადამიანები, როგორებიც არიან ზენდაია, გია სურამელაშვილი და აი პოლიკარპე ჯამტლეკიაშვილის walkout-ს უყურებთ ახლა. იყვირეთ, კი არიცი ამ პაჭოს ფეხები რო აქვს დამტრეული და ვერ გამოვა. და გამოჩნდა მისი მოწინააღმდეგეც, პაჭო კაკაჩია ეკრანებზე. რანაირად? იმედი ამ მზად ხარ, კოლეგ. სახე უნდა გაგიბყელო. რანაირად, კაცო? ჭუჭყიან საქმეზე არ მოგაკითხეს გუშინ? შენ გამოგზავნე ეგ ტიპი? კი, ვიღაც მოვიდა გუშინ, ჭუჭყიან საქმეზე ვარო. მთელი დარბაზი დააწყრიალა, ისე კარგად დაალაგა. ვახ, ჩემი, დამენძრა. ქალბატონებო და ბატონებო, ეს მთავარი ივენტია. და ახლა დროა! მარცხენა კუთხე, მზად ხარ? დაბადებიდან მზად ვარ. მარჯვენა კუთხე, მზად ხარ? რა ვქნა ბიჭო, რა ვქნა? Let's go! რა იყო კოლეგ? მეკრელებზე ხო არ გინდა რამე მითხრა? ისმენ, რატო ხარ ჩუმად? ეხზე ვეღარ ვდგავარ. ბიტიშები. ვერ წავაგებ, ამ ბრძოლას ვერ წავაგებ. კარგი სხვა გზა არა. დრაკონის.
მსგავსი არაფერი მინახავს. ვილით ნოკაუტი გონი აკრძალული არაა, ხო? გავხდა კი, მაგრამ გაუმალწო ძმა, მე თლიფინა ვარ. ნადიამ კითხავთან ადრეს ყოფილ ხარ? არა ძმაო, მაგრამ შემთხვევით ისე მოხდა, რომ ერთი 10 წამით ფხიზელი გავიჩიტე და უცებ მივხვდი, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი გაქრა და აღარ დაბრუნებულა. ნადიამ კითხავთან მიდიო მირჩიეს. ადინანებ ძმა, მაგარი პროფესიონალია, სულ ამასთან დავდივარ. ასენი მეგობარი ვინა, რა ქვია? კობა ქვია. ბიზნეს დავიწყებ, დავითარცები. ფიშლა ტიპები არ მევაცები. მაშებს საუყრი და მოვდებ სკოლას. თელი თარცულა მაფასებს ხოდა. სტერეოტიპებს რომ მივსელებენ. თარცულელები მასულელებენ. სუთასულები, თასგასულები. შაუ ჩვენზეა და თარცულები. კაიგაიოს დამშვიდი. და თარცულები. მეგრელების ბრალია. და თარცულები. დათარსულები